მიმდინარე კვირაში ქართული ოცნების პარლამენტი რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, მათ შორის მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს და ამერიკული ფარას ქართულად თარგმნილ აქტს. იმისთვის, რომ სამშაბათის პლენარულ სესიაზე კანონპროექტები პირველი მოსმენით მიეღოთ, ორშაბათს უქმე დღეს ოცნების დეპუტატებმა იმუშავეს და საკომიტეტო განხილვებმაც ფორმალურად ჩაიარა. ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა გუშინ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი, იგივე ამერიკული ფარა პირველი მოსმენით მიიღო. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტი ამერიკაში მოქმედი ფარას პირდაპირი სიტყვასიტყვითი თარგმანია. ოცნების მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარეძალების ჩარევის შეზღუდვა, ამ მიზნით უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციას დაავალდებულებენ არა მხოლოდ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, არამედ მეწარმეებს, კორპორაციებს და ფიზიკურ პირებსაც კი, ვისაც ჩათვლიან, რომ უცხო ძალის ინტერესებს ატარებს. ოცნების ფარას აღმასრულებელი ორგანო კი ანტიკორუფციული ბიურო იქნება. სამოქალაქო საზოგადოება ქართული ოცნების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს რეპრესიული კანონების გაგრძელება დაფასებს. ამერიკულ ფარაში იყო საუბარი იმ ორგანიზაციებზე და იმ ორგანიზაციების დარეგისტრირებაზე, რომელიც რეალურად, რომელსაც ქირავდნენ უცხო ქვეყნების სახელმწიფოები, მთავრობები და ქირავდნენ კონკრეტული ან ბიზნეს ორგანიზაციები, ან კონკრეტული დიდი ჯგუფები, რომელსაც სურდა თავისი ინტერესის კონკრეტული კანონმდებლობის, ან გადაწყვეტილების, ან განცხადების ლობირება. ეს არის სრულიად განსხვავებული ჩვენს რეალობასთან. ყველაფერი ვითარდება იქითკენ, რომ უახლოს მომავალში მოექნება დაახლოებით, ან უფრო ვარესერიალო, ვიდრე ეს არის ბელორუსი, სადაც არ იქნება საშუალება თავისუფალი აზრის გამოხატვის, არ იქნება საშუალება თავისუფალი მედიის არსებობისა და რეალურად ადამიანის უფლებები იქნება მაქსიმალურად შეზღუდული. ნებისმიერი განცხადება იმაზე, რომ ეს არის რაც ანარეკლი მხოლოდ იმისა, რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ტყუილი, ვინაიდან ამ კანონს, რომელსაც ისინი პირდაპირ გადავენ, ასევე ჭირდება იგივე სასამართლოები, რომელიც არის ამერიკაში. შესაბამისად, საქართველოში მიტაცებული სახელმწიფოს რეალობაში ასე ამერიკული კანონმდებლობის დანერგვა ვერ შეიძლება გამართლებული იყოს რაიმე სახის გარემოებით. ამერიკული კანონი ამერიკული და დასავლური ასე ვთქვათ ფულის და გავლენების წინააღმდეგ საბრძოლოდ ამერიკაში რა თქმა უნდა არ მიუღიათ. ქართული ოცნება ამ კანონს იღებს იმისთვის, რომ ებრძოლოს დასავლურ ფულს ამ ქვეყანაში, ანუ ფულს, რომელიც რეალურად ხმარდება ქართულ დემოკრატიას. მაგრამ აი ძალიან მარტივი მაგალითი ვთქვათ, ხო? ანუ ქართული ოცნება გონება, რომ თუ ამერიკული კანონი არის, ესე იგი ეს აპრიორი კარგი არის. აქ მთავარი კანონში კი არ არის, ან საიდან თარგმნით ამაში კი არ არის. არამედ რისთვის იქნება ეს გამოყენებული. ახლა მე რომ დამიწყოს ამერიკული იარაღიდან სროლა მაგალითად. ვიტყვი რა, თუ ამერიკული იარაღიდან მესვრი ეს კი ბატონო კარგია, მაგრამ თუ კალაშნიკოვიდან მესვრი ეს ცუდი არის. ამას კი არ აქვს მნიშვნელობა როგორი იარაღიდან მესვრი, ან საიდან არის ეს იარაღი წამოღებული, არამედ იმას როგორ იყენებენ ამ იარაღს ჩემ წინააღმდეგ. ამერიკაში პრეცედენტული სამართალია, кейსებია, იქედან მსჯელობა მიმდინარეობს თუ როგორ რა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს ამერიკაში მოღვაწეობა აგენტის მიერ და რა შეცვალა პოლიტიკური გავლენა როგორ მოახდინა მთელი მსჯელობა, მთელი რაღაცა უამრავი კანონმდებლობა ამის ესე იგი განსამარტად და საქართველოში როგორ განმარტავს ამას რიგითი მოხელე, საჯარო მოხელე, რომელიც ზის არ ვიცი მე სადიჯდება იუსტიციის სამინისტროს სპეციალისტი დაჯდება და განმარტავს და დაგარქმევს აგენტს, ანუ არ ვიცი და თუ ამ სპეციალისტმა ესე იგი ჩათვალა, რომ არ ღვევდა, არ დარეგისტრირდი, გადაგცემენ პროკურატურაში და იქ კიდე ძალიან ჭკვიანი პროკურორი დაჯდება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში გადაგცემს. ანუ აი ესეთი განუკითხაობა შეიძლება წარმოვიდგინოთ. საბა ბრაჭოლთან ღია საზოგადოების ფონდის იურისტთან ვაგრძელებთ ამერიკული ფარას ქართულ ანალოგზე საუბარს. საბა, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვერთით სტუდიაში. ჩემი პირველი კითხვა არის შემდეგი, საკომიტეტო მოსმენაზე ორშაბათს, როცა ესე უქმე დღეს ჩანიშნეს პირველი მოსმენა პარლამენტში, პირდაპირ მომხსენებელმა მიმართა დარბაზს რამდენიმე ოცნების დეპუტატს, უნდა აღვნიშნო ესეც, რომ აი სად არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, იურისტები,
იურისტები, მედია ორგანიზაციები, სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლები, რომლებიც აპროტესტებდნენ ეგრეთ წოდებულ ამ რუსულ კანონს. მათი მთავარი არგუმენტი ახლა არის ის, რომ ისინი იღებენ ამერიკული, ასე ვთქვათ, სტილის კანონს, ამერიკულ ფარას, ზუსტი ანალოგია, ზუსტი შინაარსია, უბრალოდ მას მოარგებენ ქართულ რეალობას. მე მინდა ესე გკითხოთ, ანუ ამერიკული ფარას ხსენებით და ამით ასე ვთქვათ პროპაგანდით ხომ არ ცდილობს ლეგიტიმაციას ქართული ოცნება ამ კანონის და აი იურისტები ყველაზე საყურადღებოდ რაც მიიჩნევთ აი ამ წარმოდგენილ ვერსიაში, რომელიც თარგმნა ქართულმა ოცნებამ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ამ კითხვას რამდენიმე სხვადასხვა პასუხი შეიძლება ჰქონდეს. პირველი ის, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა გააჩნია ამ პარლამენტს, მაგალითად, რატომ არ არიან ხო ის ელჩები იქნებიან თუ სხვა დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები თუ ასე შემდეგ, ამას ძალიან მარტივი პასუხი აქვს. ამ პარლამენტს აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, რაც არაერთხელ ითქვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამის მიღმა წინა წელსაც 2 წლის წინაც, როდესაც ეს პროტესტები მიმდინარეობდა ფარასთან დაკავშირებით, ძალიან ადამიანების დარწმუნება იყო საჭირო ელემენტარულად იმაში, რომ რასაც აკეთებდა მაშინდელი ხელისუფლება, ეს იყო ევროპული გზის საწინააღმდეგო, ეს იყო ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლის საკითხი, რომ ეს დაგვაკარგინებდა ევროკავშირს. რაც 28 ნოემბერს მათ გააკეთეს, ეს თავად თქვეს მათ უარი ევროკავშირზე, თავად განაცხადეს ის, რაზეც ჩვენ ვეუბნებოდით ადამიანებს, რომ ამას გააკეთებდნენ და ამიტომ ამ კუთხით, რომ ეხლა რაც ისინი აკეთებენ, ეს რუსეთისთვის სასარგებლო ამბავია, დარწმუნება დამატებით არ სჭირდება. თალკე ამბავია ის, რომ ეხლა ადამიანები 50-ზე მეტი ადამიანი როცა ციხეში ზის, რაღაცა ფარაზე საუბარი და ასე შემდეგ, ცოტა ესეთი საკითხია, გასაგებია, რომ ეს მაგალითად ჩემს ორგანიზაციასაც ხვებსაც რაღაცა პრობლემებს უქმნის, მაგრამ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ის ორი მოთხოვნა, რის გამოც ყოველდღიურად რუსთაველზე იკრიბება ადამიანთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, ხო, ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. გარდა ამისა, ეს არის რა თქმა უნდა სურვილი იმისა, რომ შეიძინონ ლეგიტიმაცია, ეს არის სურვილი იმისა, რომ მათ ფაქტობრივად მოათვინიერონ მთელი სამოქალაქო სექტორი, ეს იქნება როგორც არასამთავრობო სექტორი, ისე ონლაინ მედიები და ყველა ფაქტობრივად ყველა ის ადამიანი, რომელსაც სურს კრიტიკული ხმის გაჟღერება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საგანგაშოა, ეს არის არამხოლოდ ეს სანქციები, რომლებიც იზრდება, ეს არის არამხოლოდ გამოყენების უფართოესი სივრცე, რომელიც ძალიან თვისობრივად განსხვავდება ამჟამად მოქმედი რუსული კანონისგან, არამედ ეს არის ასევე ის, რომ ფიზიკურ პირებსაც შეეხება ეს კანონი აგენტად დარეგისტრირებას მოსთხოვს ყველას, მათ შორის არა მხოლოდ ორგანიზაციებს, არამედ ფიზიკურ პირებსაც თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს, რომ რაღაცა ხმა აიმაღლოს რეჟიმის წინააღმდეგ. და ამაზე შეიძლება კიდევ რა თქმა უნდა ცალკე ბევრი საუბარი, რადგან ეს არის რაზეც ვაფრთხილებით ადამიანებს 2 წლის განმავლობაში. კი ბატონო, მე კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, სანამ თქვენ შემოხვიდეთ სტუდიაში, ჩვენ გქონდა შესაძლებლობა შეფასებებიც მოგვესმინა სამოქალაქო სექტორის და მათ შორის იურისტების. მინდა კიდევ ერთხელ თქვენგანაც მოვისმინო, რეალურად ფარას მიზანი და დანიშნულება რა არის, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეხლა ვნახეთ, რომ გარკვეული მოდიფიცირებაც განიცადა ამ კანონმდებლობამ და რა მიზნით გამოყენება უნდა ქართულ ოცნებას საქართველოში აი ამ ტიპის აქტის. კი ბატონო, კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მაყურებელს, მაშინ ფარა, რომელიც მიღებული არის ძალიან დიდი ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დადრაფტული არის ისე, რომ ის მოიცავდეს მაქსიმალურად ბევრ ურთიერთობას, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების სამართალი, რომელიც არის პრეცედენტული სამართალი, ამბობს იმას, რომ ანუ იქ სამართალი არ შედგება მხოლოდ კანონისგან. კანონის რაღაცა ეს ნორმატიული შინაარსი არის მხოლოდ ის, რითიც სარგებლობს ქვეყანა, ესე რომ ვთქვათ, ამას ემატება ცალკე სასამართლოს განმარტებები, რაც არის სამართლის ცალკე წყარო, ხო? ანუ ესე რომ ვთქვათ, ფარა როგორც კანონს ავსებს სასამართლოს შინაარსი, ის შინაარსი, რომელთაც სასამართლო განმარტავს მას. შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარა მოქმედებს არა უშუალოდ ისე, როგორც ჩაწერილი არის კანონში, არამედ იმ განმარტებების შესაბამისად, როგორც სასამართლო მას ანიჭებს და არა მხოლოდ სასამართლო, ასევე იუსტიციის დეპარტამენტი ისინი ავიწროებენ ფარას მოქმედებას იმგვარად, რომ ის არ შეეხოს ისეთი ტიპის ორგანიზაციებს
იღებს იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მედია ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებლობა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და ის საკუთარ საქმიანობას ახორციელებს თავისი შინაგანი რაღაცა ინტერესების შესაბამისად და არა სხვისი ბრძანებით ან კონტროლის საფუძველზე. ეს არის დავიწროება ამ ფარას შინაარსის, რომელიც წერია კანონში. ჩვენთან რაც მოაქვთ და როგორც სავარაუდოდ გადააკეთებენ და ასე შემდეგ მოარგებენ ქართულ რეალობას, როგორც თავადაც დაანონსეს, ეს იქნება ყველაზე ფართო განმარტება პირიქით, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართულ ოცნებას, რომ აგენტად დარეგისტრება და მოთვინიერება, ესე ვთქვათ, მოსთხოვონ ყველას, ვინც მოხდება ამ კანონის ყველაზე ფართო დეფინიციაშიც კი აბსოლუტურად ყველას. ეს იქნებიან ორგანიზაციები, ეს შეიძლება იყოს მათ შორის მედია ორგანიზაციები, ონლაინ მედია, ეს შეიძლება იყოს მათ შორის შპს ან სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომელზეც ქართული ოცნება იფიქრებს, რომ ისინი შევიდნენ პოლიტიკურ შინაარსში, რაღაცა პოლიტიკურს აკეთებენ. ეს შეიძლება იყოს მათ შორის მაგალითად გურიაში მომხდარი ახლახანს კატასტროფისთვის რაღაცა თანხის აგროვება, ხო? ამის გამო შეიძლება ადამიანებს მოსთხოვონ, რომ დარეგისტრირდნენ ამ ახალ რეესტრში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო გააკეთებს, როგორც აგენტები. ეს არის ყველაზე ფართო, ყველაზე ყოვლისმომცველი, ესე რომ ვთქვათ, კანონი, რაც ქართულ ოცნებას ოდესმე დაუინიცირებია საერთოდ პარლამენტში. და ასევე საინტერესო, ვინ იქნება აღმასრულებელი რგოლი ამ ყველაფერში. ეს იქნება შემოთავაზებული ვარიანტი, ეს არის ანტიკორუფციული ბიურო და აი ეკა იკუდია საუბრობდა ჩვენთან ეთერში, რომ აი ამერიკაში პრეცედენტული სამართალი არსებობს, ძალიან ბევრი ინსტიტუციები მუშაობენ, ასე ვთქვათ, სასამართლო პირდაპირ ჩართული, რომ ვინ შეიძლება ჩათვალოს აგენტად ხო ამერიკულმა კანონმდებლობამ. აი ჩვენს რეალობაში რა რეალობა შეიძლება მივიღოთ ყველა იმ წინაპირობის გათვალისწინებით, იგივე რა ტიპის სასამართლო გვაქვს და ასე შემდეგ. კი ბატონო, აღმასრულებელი არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ანუ რა თქმა უნდა, ერთხელ არის ეს კანონმდებელი ან შემდგომ რაღაცა აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ამას განმარტავს, ხო, თავისი მხრივ და სთხოვს დაუშვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში იუსტიციის დეპარტამენტი მოსთხოვს ორგანიზაციებს, რომ დარეგისტრირდნენ ან ადამიანებს და ასე შემდეგ. ჩვენ შემთხვევაში ეს იქნება ანტიკორუფციული ბიურო, რომელმაც არჩევნების წინ თავი დაგვამახსოვრა იმით, რომ მივარდა ერთხელ უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებში და მათ მოსთხოვა საქმიანობის შეჩერება, რაც ნიშნავდა ფაქტობრივად სადამკვირვებლო საქმიანობის შეჩერებას და როგორ შეიძლება საუბარი რაიმე ტიპის დამოუკიდებლობაზე, როდესაც ის ფორმალურად არის დამოუკიდებელი ორგანო, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა რაღაც უბრძანა მას და მან გააკეთა ეს ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე ვითარების ცვლილებით დაასაბუთეს და ცალკე მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ანუ როგორ განმარტავენ ეს აღმასრულებელი ორგანო, ხო, ანუ ანტიკორუფციული, ამის გასაჩივრება უნდა შეიძლებოდეს და შეიძლება კიდევაც იდეაში სასამართლოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა რაღაცა სტანდარტების სასამართლო, საქართველოში ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა სასამართლო, ფაქტობრივად ჩვენთან გვაქვს მდგომარეობა ისეთი, რომ ერთი და იგივე ადამიანი გვხდება როგორც პარლამენტში, ისე აღმასრულებლად და ბოლოს სასამართლოში. ამიტომ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგალითად 60 წლის წინაც, როცა მაკარტიზმი იყო საერთოდ, ხო, მაშინაც კი წაუგია იუსტიციის დეპარტამენტს საქმე სასამართლოში, მაგალითად დუბუას წინააღმდეგ, ხო? აქ ასეთი რამ გამორიცხული იქნება, ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო და ჩვენ ნახავთ იმას, რომ ვინმე თუ გადაწყვეტს ამ აქტის გასაჩივრება, საბოლოოდ ისე იქნება, მზია ამაღლებელს რომ ციხეში ტოვებენ, ხო, ამ სასამართლოსგან როგორ უნდა ველოდოთ საერთოდ რაიმე დამოუკიდებელ ან რაღაც ორიგინალურ განმარტებას. კი ბატონო, საბა, ეს პროპაგანდა, რომ ეს არის რეალურად რუსული ანალოგი, ასე ვთქვათ, შინაარსი იგივეა, თუმცა მოარგებენ მას ქართულ რეალობას. აი ეს პროპაგანდა რამდენად იმუშავებს და აი როგორ გითხოთ, ანუ შემოbrunება რა, ეს თარგმნა თითქოს ამერიკული აქტის რაღაცა ისევ განგაში საფუძველი ხო არის, მე მესმის თქვენ თქვით, რომ დღეს სხვა მოთხოვნებია დღის წესრიგში, როცა ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს და მათ შორის მზია მაღლობელი არის პატიმრობაში, უფრო სხვა საკითხები დგას დღის წესრიგში, თუმცა ხომ არ უნდა იყოს უკვე განგაში საფუძველი, რომ აი ამ ტიპის, მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოტანას ცდილობს ქართული ოცნება, თავად უთითებენ ამ, ასე ვთქვათ, განმარტებით ბარათში, რომ გამჭველობის სახელით ინიცირებულმა რუსულმა კანონმა ვერ იმუშავა ფაქტობრივად, ბევრი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდა ამ რეესტრში. ეს რამდენად იმუშავებს?
პირველ რიგში ძალიან ვამაყობ იმით, რაც წერია ამ განმარტებითი ბარათის პირველ აბზაცში, რომ ზუსტად იმიტომ შემოგვაქვს, რომ აი ორგანიზაციებმა ესე გამოიჩინეს ერთსულოვნება და არ დარეგისტრირდნენ და ვერ ვამუშავებთ იმ კანონს. ეს არის ქართული სამოქალაქო სექტორის ძალიან მნიშვნელოვანი ერთიანობის გამოხატულება, ანუ ფაქტობრივად დავინახეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიდგეთ და გარდა ამისა მივახციოთ იმას, რომ მათ მიღებულ რაღაც ფარატინა ფურცლებს კანონის ძალა არ მიეცეთ. ეხლა რა მოხდება ეს საინტერესო საკითხი არის პირველ რიგში რაც სურთ არის ის რომ მოიშორონ ეს რუსულის იარლიკი ეს რუსული კანონის და ეხლა მართლა ამას ამბობენ რომ აი ამერიკულიდან პირდაპირ თარგმნეთ და როგორ შეიძლება ეს იყოს რუსულიო კიდევ ერთხელ გავიმეორებ რუსული არის ის როგორც განიმარტება ეს კანონი როგორც აპირებენ ამის განმარტებას როგორც ამ კომიტეტზე ახსენეს რომ განმარტავენ ამ კანონს როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს კანონი არ ეხება ყველას მათ შორის არც ყველა ორგანიზაციას რომელიც არის უცხოური ფული დაფინანსებული და უცხოური სახელმწიფოს წარმომადგენელი, ხო? BBC, Le Monde, ასე შემდეგ. უამრავი მედია ორგანიზაცია არის, რომელიც არ რეგისტრირდება ფარას რეესტრში იმის გამო, რომ მათ გააჩნიათ დამოუკიდებლობა ინსტიტუციური და სარედაქციო დამოუკიდებლობა, ხო? და ჩვენთან ისინი აპირებენ ეს არჩილ გორდულაძე მას განაცხადა და სხვებმაც თქვეს, რომ ეს გავრცელება აბსოლუტურად ყველაზე, როგორც ორგანიზაციებზე, ისე ფიზიკურ პირზე, ისე საქველმოქმედო ფონდებზე და ასე შემდეგ. ეს განმარტება რის საწინააღმდეგოდ იგებენ ამ კანონს, ეს არის ზუსტად ის შინაარსი, რომელიც ამ კანონს აღარ აქცევს ამერიკულად და თუ იქ გვაქვს რაღაც დემოკრატიული სტრუქტურები, სადაც შესაძლებელი არის რომ ეს კანონი გარკვეულ ზღვრებს შორის მოიქცეს, ჩვენთან მის შეუზღუდა უფართო ეს გამოყენებას აპირებენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი განსხვავება, რადგან შეიძლება კანონში ერთი და იგივე რამე წეროს, როგორც სხვა ქვეყანაში, ისე საქართველოში, მაგრამ როგორ აღსრულდება, როგორ განიმარტება, სასამართლოში რა შედეგი დაიდება, ეს ძენს მას იმ რეალურ მნიშვნელობას, იმ პრაქტიკულ მნიშვნელობას, რომელიც ერთ შემთხვევაში განაპირობებს დემოკრატიულ განმარტებას, მეორე შემთხვევაში კი სრულიად ავტორიტარულს და სამოქალაქო სექტორისთვის დამანგრეველს. კი ბატონო, საბა, აი შინაარსში, როგორც ამბობენ, შინაარსს არ შეცვლიან, თუმცა მოარგებენ ქართულ რეალობას, იგივე გორდულაძე ამტკიცებდა ამას განხილვის დროს, აი როგორ შეიძლება შეცვალოს, ნუ ეხა ეს არსებული ვერსია თითქმის არაფრის მომცემი არ არის, თუმცა საინტერესოა, რა საბოლოო სახეს მიიღებს ეს დოკუმენტი, ხომ? აი მაგალითად იურისტების ნაწილი ამბობს, რომ კიდევ უფრო რეპრესიული გახდება მოქმედი რუსული კანონი, იმიტომ რომ ისე დავიწყროვდება ამ ეგრეთ წოდებული ფარას აქტი ქართულად, რომ დარჩება მხოლოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისი გაკეთებაც უნდა რეალურად ქართულ ოცნებად. აი რა ფორმის შეიძლება იქცეს უკვე ეს ამერიკული ფარას აქტი ქართული. კი ბატონო, რა კი ვერ აამოქმედეს ის რუსული კანონი, რომელშიც ეწერა რაღაც ადმინისტრაციულ სახდელებთან დაკავშირებით, რაღაც ადმინისტრაციული ჯარიმები იყო ძირითადად ორგანიზაციებთან მიმართებით, ხომ? ეხლა ისინი აპირებენ რომ გააუქმნეს ეს კანონი და მიიღონ ეს ახალი კანონი, რომლითაც უკვე აღარ იქნება ეს ადმინისტრაციული ჯარიმები და აღარ იქნება მხოლოდ ორგანიზაციებზე, ეს იქნება ინდივიდუალიზებული, ანუ ფიზიკურ პირებზეც იქნება შესაძლებელი და ეს იქნება სისხლის სამართლებრივი დევნა, ანუ აღარ იქნება ადმინისტრაციული ჯარიმები, ეს იქნება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ამ კანონის რომელიმე ნორმის დარღვევა და გარდა ამისა შესაძლებელი იქნება ჯარიმის გამოყენება და ჯარიმის სისხლის სამართლის კოდექსში ლიმიტი მაქსიმალური არ გააჩნია, ანუ ნებისმიერი ოდენობის ჯარიმის გამოწერა შეიძლება მოსამართლეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რა კი სისხლის სამართლებრივი დევნა იქნება, ამ დევნის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ყადაღის დადება როგორც ორგანიზაციის ფიზიკური პირის ქონებისთვის. ეს არის რა თქმა უნდა ეს მათი მხრიდან ფსონის აწევა, ისინი მათ შეაშინონ, ესე რომ ვთქვათ, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებიც დღეს მოქმედებენ როგორც watchdog-ები, როგორც კრიტიკული ხმის გამჟღერებლები და სურთ რომ რაღაცა აი ადმინისტრაციულის თუ არ შეგეშინა, ეხლა სისხლის უნდა შეგეშინეს. ეს იქნება ძირითადად რისკიანიც იქნება მიმართული ყველა ის ცვლილება, რომელიც განხორციელდება ამ აქტში და რომელიც კიდევ უფრო მეტად დააშორებს, რა თქმა უნდა, ამერიკულ შინაარსს, მის ქართულ ანალოგს. კი ბატონო, ორგანიზაციების ნაწილისგან ჩვენ გვესმის, რომ ნაწილი მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულად არ იზიარებენ ამ ასე ვთქვათ მიზნებს, ოცნების მიზნებს, აი ეს გამჭვირვალობის სახელით მიღებულ კანონთან დაკავშირებით, ისინი მაინც ნაწილი იძულებული გახდა, რომ დარეგისტრირებულიყო ამ რეესტრში, იმიტომ რომ გაეგრძელებინა პროექტები, მათ უკან ხალხი იდგა ამ შემთხვევაში, ხომ? აი როცა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის პუნქტი გაჩნდება კანონმდებლობაში, კიდევ უფრო რეპრესიული გახდება. ეს რამდენად იმუშავებს, ეს შეაშინებს რეალურად და აი რა გარემოს მივიღებ და აი რა სპირალში შეგვიყვანს ამით ქართული ოცნება.
კი, ასე იყო, რამდენიმე პროცენტი მაინც იყო ორგანიზაციების, ძირითადად ეს იყვნენ სერვის პროვაიდერი ორგანიზაციები, ისინი ვისაც მაგალითად რაღაცა პირდაპირ მნიშვნელობით წამალი დააქვს სოფლებში და ისინი ამბობდნენ, რომ ეხლა რო არ დავრეგისტრირდე, ჩემი ბენეფიციარები მოკვდებიან პირდაპირ მნიშვნელობით და ანუ რა ვქნა ხო და ანუ ისინი არავის არ დაუმუნათებია, გასაგებია აბსოლუტურად რატომაც დარეგისტრირდნენ, ანალოგიური იქნება ახლაც თუ რაიმე მსგავსი მოხდა. მაგრამ უფრო დიდ სურათს რომ შევხედოთ, რა არის ქართული ოცნების მიზანი? მათი მიზანი არ არის მართლა რაღაცა რეესტრის შექმნა და რაღაც სიის ჩამოწერა. მათი მიზანი არის სამოქალაქო სექტორის განადგურება. და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი არის რუსეთის მაგალითის გახსენება. რუსეთში იყვნენ ორგანიზაციები, რომლებმაც უარი თქვეს დარეგისტრირებაზე, იყვნენ ორგანიზაციები, ვინც დარეგისტრირდნენ. საბოლოო ჯამში განსხვავება მათი რაღაცა არსებობის მანძილს შორის იყო სულ 1 თუ 2 თვე, მეტი არა. ანუ საბოლოო ჯამში თუ ეს სექტორი კიდევ ერთხელ გავიმეორებ არ იქნება ერთსულოვანი, ისე როგორც იყო 1 წლის წინ, ან თუნდაც რაღაცა 8 თვის წინ, როდესაც ამას დარეგისტრება არ დარეგისტრებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა რაღაცა განხილვები, მაშინ ქართული ოცნება საბოლოო ჯამში შეძლებს, რომ დაიმორჩილოს საბოლოოდ ეს სექტორი და შემდგომ ძალიან მარტივი ცვლილებები იქნება საჭირო იმისთვის, რომ კონკრეტულ ორგანიზაციებს პირდაპირ დახურვა მოსთხოვოს და გაანადგუროს, უბრალოდ გააჩეროს მათი არსებობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ ხელში იქნება ამ აქტის აღსრულება თავიდან ბოლომდე. ანუ ისინი განმარტავენ რას ნიშნავს თითოეული რაღაცა ტერმინი, თითოეული სიტყვა, მათი მიზანი, რაც განაცხადეს კომიტეტზე არის, რომ ეს კანონი გავრცელდეს აბსოლუტურად ყველაზე და ამას აუცილებლად მიაღწევენ. ამიტომ ჩვენი ერთადერთი ჩემი აზრით ამ ყველაფერთან გამკლავების საშუალება არის ის, რაც იყო წინა წელს. კერძოდ ის, რომ ჩვენ არ მივაქციოთ უბრალოდ ამას ყურადღება და გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა. სხვა არაფერი. საბა, ძალიან დიდი მადლობა. მოგვეცემა სხვა დროსაც უფრო ფართოდ გაშლის შესაძლებლობა ვნახოთ რა საბოლოო სახეს მიაღებინებს ამ აქტს ქართული ოცნება, მე უფრო მეტად ცხადი იქნება კონკრეტულად რა მიზნით შემოაქვს ეს აქტი ოცნებას ჩვენს კანონმდებლობაში. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი დროისთვის. საბა ბრაჭველი, ღია საზოგადოების ფონდის იურისტი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.